რამოდენიმე საათის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ იუტა შტატში ესროლეს და ადგილზე მოკლეს ცნობილი მემარჯვენე კონსერვატორი აქტივისტი და ტრამპის მთავარი მხარდამჭერი ჩარლი კირკი, რომელიც იმყოფებოდა კამპუსში სტუდენტებთან მორიგი შეხვედრის დროს, რა დროსაც ხდება გასროლა, აგერ განახებთ მაგ ვიდეოსაც, საიდანაც, ეს კადრები რომ ვნახე თვალიდან არასდროს არ მომივა, არტერიაში ხდება ტყვია და სისხლი მოდის მდინარესავით. როგორც მედია იტყობინება და საიდუმლო secret service ადგილიდან რამოდენიმე წუთში გადაიყვანეს ის უახლოეს დაახლოებით მილნახევარში იყო საავადმყოფო, სადაც გზაში დაიღუპა, იმიტომ რომ მე პირველად ეს კადრი რომ ნახე X-ზე, იმიტომ რომ ცენზურის გარეშე დაიდო, მე ეგრევე მივხვდი რომ ეს ადამიანი იქ ვერ გადარჩებოდა. ძალიან ბევრი შეთქმულების თეორია უნდა მოისმინოთ დღეს. თან ძალიან საფუძვლიანი. იმიტომ რომ ხო არ გონია თუ ცხოს ვინმე დააგოიმებს და ეხა ეგრევე აკაცუკოებს დავასხავ აქ არა. აქ უფრო ღრმად გონია მე საქმე, თუ რეალურად ვის ინტერესში იყო ამ ადამიანის, მოდი კიდევ ერთხელ განახებთ, ვინც არიცით, ეს არის ჩარლი კირკი, ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი, საჯარო სპიკერი, დებატერი და მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება. მოდი ვნახოთ ვიდეო და გავყვეთ. ეს არამოდენიმე წამით ადრე გადაღებული უკანასკნელი კადრები. შოკში ვარ. ხდება გასროლა და ხალხი ქაოტურად მიიქნება აქეთ-იქით. ეხა უყურეთ. სანამ ჩვენ მივადგებით პირამიდის ზედასაფეხურზე ვის ინტერესში იყო ჩარლის კვლევა, მოდი ადგილობრივი, აი ჩვენი დამოუკიდებელი საგამოძიებო დეპარტამენტით მივადგეთ. მეგობრებო, გასროლა ხდება დაახლოებით 10,000 ან 15,000 კაცის ფონზე. ეს არ გეგონო დიდი კამპუსი, იუტა შტატში, არის საკმაოდ პატარა, კომპაქტური. ეს ვიდეო იწერება გასროლიდან მკვლელობიდან დაახლოებით 6 საათის მერე. ეხა არის დილის 7:30. მე მთელი ღამე არ მიძინია. დილის 7:00 მთელი ღამეა მე ამ ინფორმაციას ვსწავლობ, CBC, NBC ყველაფერი მოვიარე. მკვლელი არ ყავთ დაჭერილი ამ წუთამდე. შეიძლება ეს ვიდეო რო დაიდება უკვე დაჭერილი იყოს, მაგრამ ეხა უყურეთ რა გარემოებაზე მაქვს საუბარი. მეგობრებო, ამ კამპუსიდან, როდესაც შიგნით მუშაობს FBI, ადგილობრივი პოლიცია, მკვლელობა ხდება დღისით, მზისით, ანუ ეს მოხდა ამერიკის დროით 12 საათზე. და შემკვლელს ვერ იჭერ. ანუ ვის აგოიმებ, მითხარი? ვის აგოიმებ, რომ შენ 21 საუკუნეში 2025 წელს ყველასთვის ცნობილი ჩარლი კირკი ატარებს საჯარო შეხვედრას, იქ სადაც მეტალ დეტექტორებიც არაა დამონტაჟებული, შედის მკვლელი საკმაოდ დიდი ავტომატური შაშხანით და საჯაროდ კლავს ამ ადამიანს და FBI 6 საათიან რადიუსში მას ვერ იჭერს. რავი ძმაო, რავი, აი მართ, ეხა ამ მკვლელობას რო აკაცუკო ვერ შეასრულებდა ერთი წამით რა. ერთი წამით. აი ეს არის გასროლა, ეს გასროლის მომენტი. ბოლოს ეს ყველაფერი დაბლავრული. ეს არის რამოდენიმე წამით ადრე. ხდება გასროლა, სისხლი მოდის დინარესავით. აი მოდი ეს არის რამოდენიმე წუთით ადრე გადაღებული, აი შოკში ვარ, რომ გეუბნები. ხა ჩარლი კირკის ვიდეოებზე პოდკასტზე 2016 წლიდან უყურებ ამ ადამიანს. ტრამპის პირველი მაგარო იყო, მაშინ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობდი, ვიცი ეს ბიჭი ძალიან დიდი ხანი, 31 წლის არის. მეგობრებო, მოდი ხა კარგად სივიგონები დავფიქრდეთ ხა ამას რო აკაცუკო ვერ შეასრულებ და ხა და მემარცხენე ხა ეს ერთადად პტრობდა ლიბერალებთან ამერიკაში. იგივეს რასაც მე ვაკეთებ აქ. ამას რო ხა ლიბერალი და მემარცხენე აკაცუკო ნუ ხა რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული და მე ამას რა თქმა უნდა არ უსვამ, მაგრამ რეალურად მოდი კითხვა დავსვათ, ვის ინტერესში შედიოდა ჩარლი კირკის მკვლელობა? დემოკრატების თუ რესპუბლიკელების? თუ ვიტყვით რომ დემოკრატების, მაშინ ისინი ყოფილან ნომერ პირველი იმბეცილები საერთოდ სამყაროსა და კაცობრიობის ისტორიაში, რადგანაც დემოკრატების დაგეგმილი რო ქონოდათ ეს ოპერაცია, ძალიან კარგად უნდა ცოდნოდათ, რომ მათი განადგურებული პოლიტიკური იმიჯი კიდევ უფრო განადგურდებოდა და კიდევ უფრო მაღალ დიქეიზე იქნებოდა. მე რასაც ეხა თქვენ უყურებ ამ ყველაფერ ნარატივს, საფუძვლიანი ეჭვები მიჩნდებოდა, რომ შეიძლება თავად მოწყობილი იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი მთავრობის. ან CIA-ის, ან FBI-ის თვითონ. რატო?
ტრამპის პოპულარობა ბოლო რაშუაშია წლები კაცო, ბოლო თვეებში საკმაოდ დაიცა, მას შემდგომ რაც ეპსტეინის ფაილები არ გამოაქვეყნა, მას შემდგომ რაც საკუთარი მხარდაჭერებისგან უკვე დაიწყო ამ სერიოზული ტალახის სროლები და მთელი ამბები და მისი რეიტინგი საკმაოდ დღითიდღე იწევდა. ხო არ ჭირდებოდათ საკრალური მსხვერპლი იმისათვის, რომ ეთქვათ, გახედეთ, იმათი მოწყობილია ეს ყველაფერი. ანუ მე უკვე იმ მდგომარეობაში ვარ, თან დღეს 11 სექტემბერია, მინდა შეგახსენოთ 11 სექტემბერს რა მოხდა. ეხა ეს ჩემ გამომწერებს არ ესწავლება, ეს დადგმული შოუ იყო 2001 წლის 11 სექტემბერი, ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ ესე დღისით მზისით ჩარლი კირკს ესროლო. შემკვლელი ვერ დაიჭირო, მოდენ 6 საათი. ეხა ვიღა ტუფტა შეტენიან, ვიღაცას იპოვიან, ეხა ვინც სავარაუდოდ გააჩინა, ხალხი მას მალე დაივიწყებს და რეალურად ეს ყველაფერი, ეს ნარატივი, ამჟამინდელი ნარატივი ასხავს რესპუბლიკელების სისხლზე წყალს. რატო? გეტყვიან, გაიზარდა კრიმინალის ზონე, აგერ მოკლეს თავარი პროპაგანდისტი, თავარი ნარატივისტი და ვსაო. მიდი. ვინ არის ამ მტრები? მემარცხენეები. ანუ რეალურად აი მოდი მართლა გულწრფელად აფიქრდით, აი მე მართლა მინდა გულწრფელად აფიქრდით, ვის ინტერესში თქვენ გონია რომ ეს ყველაფერი შედიოდა ეს კვლელობა? რესპუბლიკელების თუ დემოკრატების? ტიპი იყო გადამკვდარი მემარჯვენე. გადამკვდარი კონსერვატორი. აქტივისტი. ბევრი ადამიანი ყავს მოტრიალებული. ებრძოდა განსაკუთრებით ტრანსგენდერებს, LGBT აქტივობას, ებრძოდა სატანის, ათეიზმს და მრავალ გაუკუხმართებულ აზროვნებას სამყაროში. მე რა თქმა უნდა არ გამოურიცხავ, რომ შეიძლება ეს ვიღაც გიჟი ამერიკელი მემარცხენის გაკეთებული ზიყოს. არ გამოურიცხავ. მაგრამ ეჭვებს ის მიჩენს, ბიჭო, აი ეჭვებს ის მიჩენს. ტერიტორია, სადაც იყოფა ჩარლი კირკი 10,000-ობით ადამიანის თვალწინ. სადაც მეტალ დეტექტორიც კი არა, რომ ეს იარაღი არანაირი შემოწმება ეს უსაფრთხოება არ ყოფილა. და ყველას ვერ იჭევს, ბიჭო, ვინ FBI, ისეთივე ზღაპარიას, როგორც 11 სექტემბერი. სადაც აი ხოგენ სოფლიოში ერთ უძლიერეს საიდუმლო სამსახურს გამოიპარა 3 ბოინგის გატაცება, 3 თვითფრინავის გატაცება ბოდიშით. ანუ ეს არის ჩემთვის გაუგონარი რამ. ნუ ეხა ეს ადამიანი ეხა გეუბნებით, ეხა რა რეაქცია ქონა ამას ამერიკელ ხალხში, არა ხეთ რამდენი ხალხი იყო, აი დააკვირდით. აი კამპუსის ის არის. ორ სახურავს ხედავთ სულ. ხო, მესამე მარჯვნივ. აი ამ ტერიტორიიდან შენ ანაირად უნდა გაგექცეს შეიარაღებული პირი. აი, ნუ გამაგიჟეთ ხალხო, რომ ეხა ეს მინდა ეხა განახვედრეთ ერთი ამერიკელის ვინც ადგილზე იმყოფებოდა რა. Bullshit, I've never been so pissed in my whole life. And this murder Charlie Kirk right here in Utah. I'm so freaking pissed right now. This is bullshit. I just saw blood squirting out of his neck. I love that guy. მიყვარდა ეს ადამიანიო, ვფიქრობდი რომ შემდგომი პრეზიდენტი ის უნდა გამختارიყო. მისი თუ ამაყობდითო, მან ბევრი რამე შეცვალაო და ის ესე მოკლეს. მე ვნახე ეს ყველაფერიო. არა, ის კადრები არ ამომივა, ძმაო, ცხოვრები, აი არასდროს არ ამომივა. კვლელობი და რამოდენიმე წუთში, როდესაც X-ზე ანცენზორეთ ვიდეო დაიდო, ბოდიშით ახლა ამ ვიდეოს ახლა მივით ვერ შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ პლატფორმა არ მაძლევს ამის საშუალებას, შეგიძლიათ X-ზე გადახვიდეთ ვნახოთ. ანუ ეს იყო პროფესიონალური გასროლა. აი როგორი პროფესიონალური გასროლა იყო, იცით? აი თამაში მაქვს გადმოწერილი Hitman's World of Assassination, ძალიან ცნობილი თამაშია. იქ სწავლობ ინსტრუქტორი ყავს, როგორ განახორციელო მკვლელობა, როგორ დაგეგმო, აი ტყვის დისტანციას რა ტრაექტორიას ამხელა მნიშვნელობა, ქარის მიმართულებას, შენ ჯანმრთელურ მენტალურ მდგომარეობას, ბევრ რამეს, ანუ ეს აკაცუკო დადგეს და ესროლოს ესე არ ხდება რა. ეს მკვლელობა განხორციელებულია პროფესიონალი კილერის მიერ ხალხო. მაგ დისტანციიდან, ანუ ხო გეუბნებით, ვიღაც აკაცუკო ვერ ავა და ვერ გაისვრის. თან ესე მიზანში დაასვა, ტიპს დაასვა იმენა არტერიაში. ანუ არტერიაში ჯვარი თქვენ და ჩვენ ყველას გვწერია, როდესაც ტყვია გვხდება, ანუ გადარჩენის არანაირი შანსი არ გაქვს საერთოდ. თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, რომ სიცხლე ძალიან სწრაფად შენ შეაჩერო. რაც არის აბსურდი. მთავარი არტერია ახლა, როდესაც მან ტყვია ხდება, გადარჩენა არის აი რავი რაღაც აბსტრაქტული სფერო საერთოდ. ანუ სერიოზულად ხალხო, აი სერიოზულად, მართლა სერიოზულად ცოვამ გითხვას, აი გულწრფელად გეუბნებით რა. ეს არის სრული სიგიჟე, რაც სოფლიოში ხდება. აი ეს უკრაინელი გოგო რო იმ ზანგმა მოკლა, მაგაზე ცალკე ვიდეოს მე ჩავწერ. არავის ეგონოს მე რამე მრჩება და რაიმე მნიშვნელოვანი ჰაილაიტს მე არ ვაშუქებ. რა სიგიჟეში მიექანება ეს სოფლიო? აი დემონებს ყავთ სრულად დაუფლებული ეს სამყარო. ანუ გაუგონარი დონის ეხა ჩარლი კირკისთან პირდაპირ კოლეგიალური წუხილი უფრო გამაჩნია, რომ ისიც აქტივისტი იყო, ისიც ჩემ აზრზე იყო, ისიც მებრძოლი იყო, ისიც აბსოლუტურად აი ხო გეუბნებით ხალხო.
გიჟურ სამყაროში ცხოვრობთ, არავის ნდობა არ შეიძლება. მე საკუთარ უსაფრთხოებაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, 10 ყური 10 თავი მაქვს, საკუთარი თავის დაცვა იდეალურად შემილია, არავის არ ვენდობი თითქმის, ყველაფერს 1000-ში რო ამოწევ, ასე იფიქრეთ და მიჯერეთ. ნუ მიენდობით ნურავის. დღეს ისე დიდ რომ მოვიდა, შენ უერენი, მოდი ბრჭყალებში ჟარგონულად ვიყე, საკუთარ თავზე თუ არ ხარ, ანუ საფრთხე ყველგან არსებობს და ყველა მხრიდან. ეს არის სიგიჟე, რასაც მე ამ სამყაროში უკვე უყურებ, ეს მასმურდერები, ანუ გახმაურებული მკვლელობები, მასიური მკვლელობები, რასობრივი ნიადაგით განხორციელებული მკვლელობები, იდეოლოგიური მიზნით განხორციელებული მკვლელობები, თუ ეს იდეოლოგიური გზით არის განხორციელებული მემარცხენე ფაშისტების მიერ, ანუ თანამედროვე ლიბერალებზე მაქვს საუბარი, ეს არის ყველაზე დიდი არაკაცობა, ეს არის ყველაზე დიდი სიკათმე და ყველაზე დიდი ქვეშაჯიობა, რაც არსებობს საერთოდ. როდესაც შენ ადამიანს სიტყვით ვერ ჯობნი და მასზე ფიზიკურად თან კი არ ცალატობ, არამედ კლავ ადამიანს. ამაზე დიდი დაბალი დონე, ამაზე დიდი შეურაცხყოფა და ამაზე დიდი სიგიჟე არ არსებობს ხალხო. ეს არის რაღაც წარმოუდგენელი დონის რამის. ეხა ეს ვიდეო რო დაიდება, შეიძლება მის კვლელი ცნობილი იყოს. არ ვიცი, ეხაც მაქვს, რამდენ ადამიანთან მაქვს ეხა მიმოწერა, მათ შორის ამერიკაშიც. და არაერთი ძალიან დიდი ვერსიები არსებობს უკვე ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის inside job, ანუ დაგეგმილი ეს ყველაფერი რა. უბრალოდ ხალხო ვის მიერ რეალურად ეხა ვიღაცას შემოგტენიან ეხა ჩვენ და ბალე ხალხს მიავიწყდება, მაგრამ ამ კვლელობის რეალურ მიზეზს, აი როგორც JF Kennedy მოკლეს, ის ვინც ესროლა რიხალბი ოსვალდი მერე კვდება ჯეკ რუბის მიერ და ჯეკ რუბიც კვდება სხვის მიერ, ეს არის ხალხო ძაფის გაწყვეტა. აი ეს არის deep state რეალურად. და როდესაც არსებობს ეს სამკუთხედი ბიუროკრატიის მართლობის ეს პრინციპი, ძაფს იქ წყვიტავ, სადაც რეალურად შენი სოციალური მედიის პროპაგანდა დგას და ქმნის საკრალურ მსხვერპლს. ხვდებით ახლა რა შეასაქმე? და ამერიკისნაირ ქვეყანაში, იუტა შტატში, პოლიციით შემოსაზღვრულ კამპუსში, როდესაც ჩვენ ვერ ახერხებთ ჩარლი კირკის მკვლელის დაჭერას, მომდევნო 1 საათში მაინც ეს კვალიფიცირდება უკვე როგორც inside job. ანუ კარგად შექმნილი, დაგეგმილი შიდა სპეცოპერაცია საკრალური მსხვერპლის მიერ. რავი, აი ამის გარდა ჩარლი კირკს რა და მის ოჯახს, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე მის თანამოაზრებს ყველას უსამძიმრებ, ეს არის უდიდესი დანაკლისი, ეს არის თავდასხმა რეალურად მემარჯვენე იდეოლოგიაზე. იმის დამიხადოთ, ახლა ჩარლი კირკს არ იყო საკითხები, მაგალითად ისრაელზე მე არ ვეთანხმებოდი არასდროს, თორე ის ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო, ძალიან ენამახვილი, ძალიან კარგი პასუხი ჰქონდა, ძალიან სწრაფი, ძალიან ტაქტიკური. რა თქმა უნდა, იდეალური არავინა, ისიც ადამიანი იყო, ისიც შეცდომას უშვებდა, მაგრამ ამ ადამიანის მკვლელობა ეს ცალსახად თავდასხმარი ინტელექტუალურ მოაზროვნე ადამიანზე. თუ ვის აწყობდა, აგერ თქვენ და აგერ მე, ნენელა ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ ესე თავიდან მიგვაფუჩეჩებენ ვიღაც ეჭვმიტანელი შეგვტენია და ვითომ მან მოკლა. აი სრული აბსურდია, რაღაც ბოროტები დახსავსე სამყაროში ვცხოვრობთ, მეგობრებო, ბოროტები დახსავსე. ფრთხილად იყავით, სერიოზულად ვამბობ. ფრთხილად იყავით ყველაფრიდან. რადგანაც სიმართლე ძალიან ძვირი ფასი აქვს თანამედროვე სამყაროში, მაგრამ არასდროს შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ღმერთი ყოველთვის თქვენ გვერდით არის. და სიმართლე ძალიან დიდი საფასური აქვს. მე არაფერს არ მეშინია მაინც. ბრძოლა გრძელდება და როგორც ტეიტმა დაპოსტა, ჩვენ ვართ ახლა ომში. ომში, რომელიც მიმდინარეობს პოლარიზირებულ ორ სამყაროში. ეს არის კეთილსა და ბოროტს შორის, როგორც ეს ყოველთვის ისტორიაში იყო. ვიზიარებ კიდევ ერთხელ ამ წუხარებას, ბევრი რამე კიდევ გაირკვევა. იმის ფონზე რომ დილის 7 საათია და მე მთელი ღამე არ ძინებია, ალბათ იმის ფონზე რაღაც აზრი ჩამოვაყალიბე ამასთან დაკავშირებით. ამ თემას მე ვერ გავმაზავდი და არც იმ თემას გავმაზავ, როდესაც ერთ-ერთმა ბომჟმა ზანგმა მოკლა უკრაინელი ახალგაზრდა გოგო. და ეს იყო თავდასხმა, რა თქმა უნდა, თეთრებზე. დროებით.